ვინ აკონტროლებს საქართველოში ტელეკომუნიკაციების სექტორს? საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მედიას ევროპის სახლში გააცნეს. კვლევის მიხედვით რამდენიმე მსხვილი ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანიის მფლობელის ვინაობა ამ დრომდე გაურკვეველია. კითხვები ჩდება მათი დაფინანსებისა და მართვის თაობაზეც. ანგარიშის შესახებ დაწვრილებით ჩვენი კორესპონდენტი გიორგი ნიორაძე ისაუბრებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ჩატარებულ კვლევაში დეტალურადაა შესწავლილი საქართველოს ინტერნეტ ბაზარი. ასევე ამ კვლევაში საქართველოში მოღვაწე ტელეკომუნიკაციების სფეროში მოღვაწე კომპანიების საქმიანობა დეტალურადაა შესწავლილი. ეს კვლევა IREX-ისა და USAID-ის დაფინანსებით ჩატარდა და კვლევის შედეგების თანახმად ორი მთავარი პრობლემა გამოიკვეთა. ის რომ საქართველოში ძირითადად ვერ ხორციელდება ამ კომპანიების რეალური მფლობელების ვინაობის დადგენა და ასევე ის რომ წლების განმავლობაში საქართველოში ინტერნეტ თვალი ხორციელდებოდა, რამაც ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე დააზარალა. საუბარია იმაზე, რომ კომპანიებთან წვდომა ჰქონდათ რამდენიმე ძალოვან უწყებას, რომლებსაც ამ კომპანიების მომხმარებელთა შესახებ პირადი ინფორმაცია ინტერნეტით გამოჰქონდათ. ჩვენ მართლაც დავადგინეთ, რომ წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის გარკვეულ დანაყოფებს და გარკვეულ უწყებებს ჰქონდა წვდომა ტელეკომუნიკაციების კომპანიების გარკვეულ ინფრასტრუქტურამდე. ანუ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ზოგიერთი ინფორმაცია, რომელიც ჩვენი ინფორმაცია იყო და პირადი ინფორმაცია იყო, ამის მიღების საშუალება ჰქონდა მთავრობის ზოგიერთ დანაყოფებს. ეს არის 56 ფურცლიანი დოკუმენტი ინტერნეტის თავისუფლება, სადაც ერთ-ერთ თავი საკმაოდ საინტერესოდ არის დასათაურებული ლევან ყარამანაშვილი. აი ამ თავში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ეს ადამიანი საქართველოში ფლობს რუსთავიორის ტელეკომპანია მზის, კავკასუს ონლაინის, GMC ჯგუფის და კომპანია Beeline-ის აქციებს. დღევანდელ შეხვედრაზე იყო კომპანია Beeline-ის გენერალური დირექტორი მოსული, რომელმაც უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლევან ყარამანაშვილი არის კომპანია Beeline-ის აქციების მფლობელი. მან დაადასტურა ის, რომ რამდენიმე თვის წინ ყარამანაშვილმა ყველა აქცია გაყიდა. იმედი გვაქვს, რომ Transparency International და სხვა ორგანიზაციების ხელშეწყობით და ჩვენი სატელეკომუნიკაციო კომპანიების მუშაობით საქართველოში ინტერნეტი კიდევ უფრო განვითარდება, ხელმისაწვდომი გახდება და კიდევ უფრო მეტ ადამიანს ექნება წვდომა იმ რესურსებზე, რომელიც ინტერნეტს შეუძლია მისცეს. ჩვენი კომპანიის დამფუძნებლები არიან იურიდიული პირები, რომელთა შესახებ ინფორმაციაც ღიად არის საქართველოს ტელეკომუნიკაციის ბაზრის ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში. ლევან ყარამანიშვილი იყო ერთ-ერთი მოწილე, ეხლა აღარ არის. დღევანდელ პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ კავკასუს ონლაინის წარმომადგენლებიც, თუმცა ისინი დღეს არ მოვიდნენ. სავარაუდოდ კავკასუს ონლაინი ამ კვლევის პრეზენტაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთებს კომენტარს, თუმცა საინტერესო ის არის, რომ დღეს ჩვენ 9 საათიან გამოშვებაში კავკასუს ონლაინის თემასთან დაკავშირებით გვექნება Skype ინტერვიუ ლონდონიდან. მამია სანადირაძე ამ კომპანიასთან დაკავშირებულ ახალ საინტერესო დეტალებს გაგვაცნობს. მადლობა, ეს გიორგი ნიორაძე იყო.